განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. წინა საუბრებში ჩვენ შევეხეთ წმინდა კლიმენტი რომაელის ცხოვრებას და მოღვაწეობას, ამჯერად კონკრეტულად ვისაუბრებთ მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რითაც ეს მოღვაწე ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია. უკვე აღვნიშნეთ, რომ მრავალი შრომის ავტორობა მიეკუთვნება წმინდა კლიმენტის, რომელთაგან ბევრი აპოკრიფულია, მაგრამ ის, რაც აბსოლუტურად უეჭველია და ყოველმხრივ დასაბუთებული, ეს გახლავთ უეჭველი ფაქტი კლიმენტი რომაელის ავტორობისა ისეთი ცნობილი ძეგლის მხრივ, რაც კორინთელთა მიმართ ეპისტოლე გახლავთ. ჩვენამდე მოღწეულია უადრესი პერიოდიდან თხზულება კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, რომელსაც დღეისათვის მეცნიერულ კვლევაში უწოდებენ კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეს, იმიტომ რომ არსებობს და გამოვლენილია მეორე ეპისტოლეც კორინთელთა მიმართ, ეს ცალკეულ შემთხვევაში პრობლემას ქმნის, მაგრამ მეცნიერულ ლიტერატურაში ამგვარად არის წოდებული და აი ამის ფონზე იმ ძეგლს, რომელსაც ჩვენ განზოგადებულად შეგვიძლია უწოდოთ ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, მეცნიერულ კვლევაში პირობითად ეწოდება პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, რომ გავმიჯნოთ იგი ეგრეთ წოდებული მეორე ეპისტოლისგან, ასევე კორინთელთა მიმართ. ეს ეპისტოლე ორი უძველესი წყაროთია დაცული, ერთი მეხუთე საუკუნის ხელნაწერით, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენა ადრეულ საეკლესიო ძეგლთან დაკავშირებით და მეორე იმ ხელნაწერითაც, რომელმაც აგრეთვე დიდაქე შემოგვინახეს, იგი 1056 წლის ხელნაწერით. შესაბამისად, ტექსტი მთლიანობაშია ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ბერძნული ტექსტი, ორიგინალის ტექსტი, გამოცემულიც გახლავთ რამდენჯერმე, ძალიან ბევრი გამოკვლევა მიეძღვნა ამ ძეგლს. აბსოლუტურად უეჭველად ყველა მკვლევრისგან აზიარებული აზრი, რომ ეს ძეგლი პირველ საუკუნეშია დაწერილი და დაწერილია სწორედ კლიმენტი რომაელის მიერ, უფრო ზედმიწევნით წელსაც უთითებენ, იგი დაწერილი უნდა იყოს 94-95 წლებში, როდესაც კორინთოში ადგილი ჰქონდა არეულობას და აი ასეთი ძველი ძეგლი, გარდა იმისა, რომ უდიდესი მოძღვარია მისი ავტორი, თავისთავად როგორც უწმინდესი ეპოქის უწმინდესი დოკუმენტი ჩვენს წინაშე აცოცხლებს პირველ საუკუნეს, ჩვენ საშუალებას გვაძლევს გადავიდეთ სამოციქულო ეპოქაში და ამიტომ ყველა მსმენელს ურჩევთ, რომ ეს ძეგლი დიდი გულისხმობით წაიკითხოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ის ახალ ქართულად თარგმნილი გახლავთ მღვდელ გიორგი ზვიადაძის მიერ, გამოცემული არის სათანადო შესავლითა და კომენტარებით და ასე რომ ხელმისაწვდომია. აღნიშნული ძეგლი ყოველთვის პირველ რიგში სახელდება, როდესაც კლიმენტი რომაელს ვეხებით. ამ ეპისტოლეში მრავალი უაღრესად საყურადღებო დამოძღვრა გადმოცემული, ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს შესაძლებლობა რადიო საუბარში ძალიან დეტალურად შევეხოთ ამ ძეგლს, რომელიც საკმაოდ მოცულობითია. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ რამდენიმე კუთხით აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ ძეგლს, ლიტურგიკული თვალსაზრისით, დოგმატური ეფექტით, საეკლესიო ისტორიის კუთხით, საკუთრივ დამოძღვრითი შეგონებითი თვისებითაც, სტილის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს შრომა ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, როგორც სათაურიც ცხადყოფს, კორინთოს ეკლესიას მიემართება და კონკრეტულ მოვლენას გულისხმობს. გულისხმობს მოვლენას იმის შესახებ, რომ 94-95 წლებში კორინთოში მოხდა გარკვეული არეულობა, როდესაც საეკლესიო იერარქიას დაუპირისპირდა მრევლი და მსახურნი ტაძრიდან გამოაძევეს. საკუთარი ნებით მათვე, ესე იგი საეროპირებმა აკურთხეს, ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ითქვას, უფრო ზუსტი იქნება განაწესეს მღვდელმსახურებად გარკვეული პირები და რა თქმა უნდა ეს ყოველივე უდიდესი უწესრიგობის შემომტანად წარმოჩნდა კორინთოს ეკლესიაში. ამბავმა ამგვარი არეულობის შესახებ რომამდე მიაღწია და რომის მწყემსთავარს ცხადია პასუხისმგებლობის გრძნობით ნაკარნახევი დამოძღვრა და ვითარების მოგვარების ცდელობა აუცილებლად უნდა გამოევლინა. არის საუბარი იმაზეც, თუ რა გზით უნდა მიეღწია რომში ცნობას კორინთოში არეულობის შესახებ. ვარაუდობენ ორ გზას. პირველი გზა ამგვარი გახლავთ, რომ ამბავი არეულობის შესახებ თვით კორინთოს ეკლესიის ღირსეულმა წევრებმა, ესე იგი მრევლის ღირსეულმა წევრებმა ჩაიტანეს რომში, რომლებიც ვერ შეეგუნენ ამ მართლაც შეუგუებელ ფაქტს. და მეორე ვარაუდიც არის ასეთი, რომ რომის მოქალაქეებმა, რომლებიც კორინთოში იმყოფებოდნენ იმ ჟამს, ჩაიტანეს ეს ამბავი რომში. ამას რა თქმა უნდა არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი ისაა, რომ მეზობელი ქალაქის ეკლესიის არეულობა ისევე გულშემატკივრულად იქნა აღქმული რომის ეპისკოპოსის მიერ, როგორც ეს საკუთარ ქალაქში ეკლესიის მდგომარეობა იქნებოდა.
ამგვარი ძმური ურთიერთმოყრული დამოკიდებულება, რაც საზოგადოდ ნიშანდობლივი იყო და ნიშანდობლივია ჭეშმარიტი ეკლესიისთვის, სამწუხაროდ ზოგჯერ კვლევაძიებაში მცდარად წარმოჩნდება და ფაქტი იმის შესახებ, რომ კლიმენტე რომაელი თავისი კაცთმოყვარული და ძმური სიყვარულით ცდილობს კორინთოს ეკლესიაში ვითარების მოწესრიგებას, აი ეს ფაქტი გაგებული იქნა როგორც თითქოს და უძველესი დროიდანვე დამადასტურებელი ერთ-ერთი კათოლიკური ეგრეთ წოდებული დოგმატისა, რომის პაპის, ძველქართულად ვთქვათ, უფროსობის შესახებ, როგორც ამას ანდონ კათალიკოსი ამბობს, რომ თითქოს რომის პაპი უცდომელია და რომ მისი უცდომელობა თვით მსოფლიო კრებასაც კი აღემატება, ესე იგი მსოფლიო კრება უფრო მაღლა კათოლიკური დოგმატით რომის პაპია დაყენებული. კათოლიკე მკვლევრები კლიმენტე რომაელის აღნიშნული ეპისტოლის ფაქტითაც ამის დადასტურებას ხედავენ, რომ თითქოს რადგანაც კლიმენტე რომაელი უგზავნის სწორედ ეპისტოლეს და ღონისძიებას მიმართავს რომის ეკლესიაში ვითარების დაწყნარების შესახებ, ესე იგი ის თავის თავს მსოფლიო ეკლესიის მესაჭედ თვლის ყველაზე მაღლა მდგომად. რა თქმა უნდა, ესა აბსოლუტურად უნიადაგო აზრი, მხოლოდ გარეგანი, მხოლოდ ფორმობრივი და გათვლილია უეჭველად ისეთ მკითხვაზე, რომელიც ზეგს არ იცნობს. საკმარისია ჩვენ ეს თხზულება ზედაპირულად მაინც გადავიკითხოთ, რომ ამგვარი არგუმენტის უსუსურობაში ნათლად დავწმუნდეთ. მართლაც აქ არაფერი იმპერატიული ბრძანებითი ამ ეპისტოლეში არ გახლავთ, არადა სწორედ ასეთია რომის პაპთა ეპისტოლარული მიმართვები მოგვიანო პერიოდში, როდესაც ისინი კათოლიკურ ეკლესიას მთელ თავის იურისდიქციას უქვემდებარებენ მე-11 საუკუნის შუა წლებიდან და ამ ვითარებაზე, გვიანდელ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ეს აზრი სავსებით ცხადი იქნებოდა, მათი იმპერატიულობა სრულიად გამჭვირვალეა. აღნიშნული ეპისტოლე კი სწორედ იმას გვიდასტურებს, რასაც ოდითგანვე მართლმადიდებლობა აფუძნებდა და ამკვიდრებდა კაცობრიობაში, ურთიერთის ტვირთი, რომ უნდა ავზიდოთ ურთიერთის სიყვარული, რომ უნდა გქონდეს და მაშინ გამოჩნდებით ქრისტეს მოწაფეებად. ეს ეპისტოლე თავიდან ბოლომდე შთაგონებულია უაღრესად თბილი, ძმათმოყვარული განწყობილებით, ოდნავადაც არ შეიგრძნობა არც ერთ სიტყვაში, არც ერთ ფრაზაში აწევა ტონისა, აწევა ხმისა, რაღაც ბრძანებლურობის თუნდაც უმცირესი გამოკრთომა, ხოლო ამგვარი დამრიგებლური შემგონებლობითი ეპისტოლეები ერთი მწყემსთავრისგან სხვა რეგიონისადმი მიმართული აურაცხელია ეკლესიის ისტორიაში და თავისთავად ცხადია ამგვარ ფაქტებზე დაყრდნობით რომელიმე ეკლესიის მდელმთავრის უზენაესობისა და განსაკუთრებული უცდომელობის მტკიცება ხიბლის მომგვრელი გახლავთ. მაგრამ ეს ფაქტი მაინც უნდა აგვენიშნა, იმიტომ რომ შესაძლოა მსმენელთაგანი ვინმე წააწყდეს გარკვეულ სპეციფიკურ ლიტერატურას, სადაც ეს აზრი, რაც უკვე ვთქვით, კათოლიკე მკვლევართა უაღრესად მკვეთრადაა გამოთქმული, რომ თითქოს აღნიშნული ეპისტოლე დადასტურება იმისა, რომ უძველესი დროიდანვე რომის პაპი განსაზღვრავდა მთელ საეკლესიო ცხოვრებას და წესს უდგენდა მას. კვლავ აღნიშნავთ, რომ ესაა მხოლოდ დამრიგებლური, მხოლოდ შემგონებითი, მხოლოდ ძმათმოყვარული, თავმდაბლურზე უფრო თავმდაბლური ეპისტოლე, მაცხოვრისეულ თავმდაბლობას მიმსგავსებული და საკუთგვარი შინაარსის და ამგვარი განწყობაც კი ეპისტოლისა საკმარისია მისი სამოციქულო წარმომავლობის და უწმინდესი საეკლესიო წარმომავლობის დასამტკიცებლად, რომ ამ ეპისტოლეში აპოკრიფული არაფერია და რომ ეპისტოლე ჭეშმარიტად თავიდან ბოლომდე კლიმენტე რომაელის ნაშრომი გახლავთ. რა თქმა უნდა, საყურადღებოა თვით ეპისტოლის სათაურიც, სადაც ერთგან გამჟღავნებულია გვარი ტერმინი ბერძნულ დასახელებაში, ტერმინი პაროიკუსა. ესე იგი, ქართულად რომ თარგმნოთ და გამოცემაშიც ასე გახლავთ, ეს ძეგლი ასეა წოდებული. წმინდა კლიმენტე რომაელი, რომის ეპისკოპოსი, კორინთელთა მიმართ ეპისტოლე. შემდეგ მას ახლავს ქვესათაური. ღვთის ეკლესიას კორინთოში მკვიდრს დაუკვირდეთ, როგორი თანაბრობა აბსოლუტურად გამომრიცხავი ერთის აღმატებულებისა მეორესთან მიმართებით. მოწოდებულთ, განწმენდილთ ღვთისნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამგვარი ეს ეკლესიები. მადლი თქვენ და მშვიდობა ყოვლის მყრობელი ღვთის იესო ქრისტეს მიერ გამრავლდეს. აი ამ ქვესათაურში განსაკუთრებით ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ფრაზას ღვთის ეკლესია, რომელიც კვიდრობს რომში. სიტყვა მკვიდრობს ამ შემთხვევაში გადმომცემია ბერძნული ტერმინისა პაროიკუსა.
ბერძნულში არსებობს ორი სინონიმური ტერმინი პაროიკია და კატოიკია, რომლებიც ძალიან ხშირად ერთი მეორის მნიშვნელობას ფარავენ, მაგრამ ზოგჯერ იმიჯნებიან იმ გაგებით, რომ კატოიკია ერთ ადგილზე მკვიდრობას გულისხმობს, ხოლო პაროიკია ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასახლებას. იმიტომ რომ ძველ წყაროებში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა პაროიკუსა მიმღეობა, მანდა ზმნა პაროიკეო გადმოიცემა ტერმინებით მწირობს, მსხემობს, მოსაგრეობს, ექსორიობს და სხვა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა აღნიშნულ ტექსტში ყოფილიყო არა მხოლოდ ზმნა მკვიდრობს, არამედ აგრეთვე მწირობს და მსხემობს. ესე იგი, ღვთის ეკლესია, რომელიც მსხემობს რომში. მსხემობა და მწირობა იმგვარი მოვლენაა, რაც ჩვენს წინაშე წარმოაჩენს ეკლესიის არაამქვეყნიურობას, არაამქვეყნიურ წარმომავლობას. საზოგადოდ მსხემი, მწირი ის არის, თუ ადამიანებზე ვიტყვით, ის პიროვნება, რომელიც თავის მშობლიურ კერას მოშორებულია და სხვაგან მყოფობს დროებით. მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს თარგმანიც, რომ პაროიკუსა ჩვენ ქართულად თარგმნოთ როგორც მკვიდრობს, ესეც სავსებით გამართლებული, აბსოლუტურად მართებული თარგმანი გახლავთ. შეიძლება რომელიმე მსმენელს თავის დროზე ყურადღება ჰქონდეს მიქცეული იმაზე, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გარკვეული წერილობითი პაექრობა, გვისაბუთებდნენ, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი მკვიდრობს შეუსაბამოა, იმიტომ რომ ეკლესია არ არის ამ ქვეყნის მკვიდრი და რომ ის ზეციურია და ამ ქვეყნად მხოლოდ დროებითია, მაგრამ ჩვენ ამაზე ძალიან დაწვრილებითი რამდენიმე პასუხი გვქონდა და კვლავ გავიმეორებთ, რომ სხვა არის ტერმინი მკვიდრი და სხვა არის ტერმინი მკვიდრობს. მკვიდრობს ნიშნავს მყოფობს, არსებობს და მყარად მკვიდრობს. მკვიდრობს არ ნიშნავს, რომ ის რაც მკვიდრობს, ან და ის ვინც მკვიდრობს, აუცილებლად იქაური წარმომავლობისაა, სადაც მკვიდრობს. მკვიდრობა ითქმის ისეთზეც, ისეთ ადამიანზეც, ან და ისეთ მოვლენაზეც, რაც შეიძლება ან და ვინც შეიძლება არ იყოს იმ ადგილისა, სადაც ის მოცემულ მომენტშია, მაგრამ თუ იქ მყარად არის, აი ამ მყარად მყოფობას ჩვეულებრივ საეკლესიო ტერმინოლოგიაში ეწოდება მკვიდრობა. აურაცხელი ნიმუში მოვიტანეთ კიდეც და ვიცით ისედაც, ესე იგი ყველა მსმენელმა იცის, რა თქმა უნდა, რომ მაგალითად, როდესაც მეუდაბნოენი უდაბნოში მოღვაწეობენ, მათი ცხოვრების, მათი მოღვაწეობის ამსახველ ტექსტებში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება აღნიშნული ტერმინი, რომ მკვიდრობდა უდაბნოსაშინა, დაემკვიდრა უდაბნოსაშინა, დამკვიდრებულ არს უდაბნოსაშინა და სხვა. გრიგოლ ხანძთელზეც, სერაპიონ ზარზმელზეც, ესე ქართველ მოღვაწეებზეც, ანდა მსოფლიო მეუდაბნოებზე იქნება ეს საბაგაწმენელი, ექვთიმედიდი, ილარიონი, გერასიმე თუ სხვები, მათი მოღვაწეობის ამსახველი ტექსტები გადავსებულია ამგვარი ტერმინებით, რომ გამოვიდა სოფლი და დაემკვიდრა ქვაბსა რასმე, დაემკვიდრა ნაპრალსა რასმე, დაემკვიდრა პარეხსა, დაემკვიდრა უდაბნოსა და სხვა. აქ დაემკვიდრა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს პიროვნება უდაბნოში დაიბადა და უდაბნოს მკვიდრია. მკვიდრი მართლაც ადგილობრივს ნიშნავს, მაგრამ მკვიდრობს არ ნიშნავს ადგილობრივს. მკვიდრობს ნიშნავს მყარად მყოფობს. ძველ ქართულ თარგმანებში წმინდა გიორგი მთაწმინდელისგან, რომელიც ასევე იმავე ზმნას პაროიკუსას ზუსტად ასევე თარგმნის, ოღონდ ამ შემთხვევაში წმინდა ეგნატე ანტიოქიელის ეპისტოლესთან დაკავშირებით, რომ ეკლესია იგი, რომელი მკვიდრარს ანტიოქიასაშინა. მკვიდრარს ასიან და რაც ახალ ქართულად არის მკვიდრობს. ამრიგად მკვიდრობს ნიშნავს, რომ მყარად მყოფობს. ეკლესია მართალია არ არის ამ ქვეყნიური წარმომავლობისა, ამ ქვეყნად ჯერ დამკვიდრებულს ნუვიტყვით, ამ ქვეყნად დაფუძნებულ ღვთის ეკლესიას ზეციურს თავისი წარმომავლობით ნამდვილად მკვიდრობა აქვს ამ ქვეყნად, იმიტომ რომ ეს დაფუძნება გახლავთ უმტკიცესი, უმყარესი და მეორედ მოსვლამდე შეუძრავი. მკვიდრობს იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო მცირედით მაინც მართებულობას მოკლებული, თუ ამ ქვეყნად დაფუძნებული ეკლესია წამიერი იქნებოდა უაღრესად დროებითი და მალე ისევ ზეცად დაბრუნდებოდა, ხოლო ეს სოფელი კვლავ სოფლად დარჩებოდა. რამდენადაც ღვთის ეკლესია, როდესაც სოფელს დაუკავშირდა უკვე მარადიულად დაუკავშირდა ამ ქვეყნიური ჟამით, ესე იგი მთელი ამ ქვეყნიური ჟამის მანძილზე ის უკვე განუყრელია ამას სოფლისგან და ამას სოფლის მაცხოვნებელია და შემამტკიცებელია. შესაბამისად, აბსოლუტურად ჭეშმარიტია და ერთადერთი ჭეშმარიტება ესაა, რომ ეკლესიაზე ამ ქვეყნად მყოფზე ჩვენ ვთქვათ, რომ ის მკვიდრობს. არათუ მკვიდრია ამ სოფლის, ესე იგი არათუ ადგილობრივია ამ სოფლის, არამედ ზეციური წარმომავლობისა, მაგრამ აქ კი დამკვიდრებულია, აქ კი დაფუძნებულია უმყარესად შეუძრავად ვიდრე უკუნითი უკუნისამდე.
საკუთრივ ეკლესიის მიმართ სხვა წყაროებში, საგალობლებში ეს ტერმინი ძალიან ხშირია და შესაბამისად, როდესაც ზოგჯერ ხსენებულ თარგმანს, რომელიც ჩვენ ვახსენეთ წმინდა კლიმენტი, რომელიც კორინთელთა მიმართ ამ სიტყვის გამო გარკვეულ ხარვეს უძებნია, რომ თითქოს არ უნდა ყოფილიყო ეკლესიასთან მიმართებით ის მკვიდრობს, რომში არამედ უნდა ყოფილიყო ის მწირობს ან მსხემობს, რაც თავისთავად მართლაც შეიძლებოდა, მაგრამ რომ თითქოს ეს მცდარია, რომ მკვიდრობს არ შეიძლება, ესა საკუთრივ სწორედ ეს აზრია დიდი ცდომილება, კვლავ აღნიშნავთ, რომ ეკლესია, რომელიც მწირობს ამ ქვეყნად, ამავე დროს შეუძრავად მკვიდრობს, იმიტომ რომ ვერავინ ვერ შეარყევს და თვით ჯოჯოხეთის ბჭენიც კი ვერ მოერევიან მას. აღნიშნულ ძეგლში, აღნიშნულ ეპისტოლეში აურაცხელი რამ არის, როგორც აღნიშნე, უაღრესად მნიშვნელოვანი, უაღრესად ფასეული, თუნდაც განსაკუთრებული ხაზგასმა სამოციქულო ხელდასხმულობის, უფლისგან მომდინარე ხელდასხმულობის უწყვეტობის შესახებ, რასწავლებაც ამ ძეგლშია პირველად მთელი სისრულით გადმოცემული, თუნდაც მხოლოდ ეს ნაწილი აღნიშნული ძეგლისა მის განსაკუთრებულ საღვთისმეტყველო დანიშნულებას ჩვენ წინაშე ცხადად წარმოაჩენს. მართლაც დღეისათვისაც კი ბევრისთვის გაუგებარია და ბევრს უჭირს გაგება იმისა, თუ რა განსხვავება სამოციქულო ხელდასხმასა და დაუშვათ იმგვარ ხელდასხმას შორის, რომელსაც ჩვენ თვითნებურად შევასრულებთ. რატომ არ შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავნიშნოთ სამღვდელონი, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავნიშნოთ საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლები. საქმე ის გახლავთ, რომ ერთადერთი და ჭეშმარიტი და მადლმოსილებას დაქვემდებარებული და მადლმოსილების მქონე საეკლესიო სწავლების მიხედვით და კონკრეტულად ამ ძეგლის მიხედვით ესაა მხოლოდ ის ხელდასხმა, ის კურთხევა, რაც უშუალოდ მაცხოვრისგან მომდინარეობს, გადაცემულია მოციქულებზე, მოციქულთაგან პირველ სამღვდელოებზე და მათგან ტრადიციის უწყვეტობით ყველა სამომავლო კანონიზებულ მსახურზე ეკლესიისა. ხელდასხმითი წესი ეს ერთ-ერთი უაღმატებულესი წესია, ჩვენ გქონდა შემთხვევა წინარე საუბრებში, როდესაც კურთხევას განვიხილავდით დეტალურად, შევხებოდით ამ საკითხსაც, ხელდასხმათთა კურთხევის საკითხს. ამჯერად მხოლოდ იმას აღნიშნავთ, რომ ეკლესიური სწავლებით ერთადერთი ის ხელდასხმა მნიშვნელოვანი საღვთო და მადლმოსილების მქონე და ქმედითი ცხოველმყოფელი, რაც უწყვეტი ჯაჭვით მაცხოვრისგან და მოციქულთაგან მომდინარე ხელდასხმას უკავშირდება. ესაა სწავლება სამოციქულო მოსაყდრეობის, სამოციქულო მონაცვლეობის შესახებ, რომ მოციქულთაგან მომდინარე კურთხევითი ღვაწლი უწყვეტად გადაეცემა თაობიდან თაობაზე სამღვდელოთა კანონიკურად კურთხეულ პირებს და დღემდე მომდინარეობს. ამიტომ დღესაც რომ ამ უწყვეტი ხაზის ქვეშ იკურთხება ვინმე, ისიც სამოციქულო კურთხევის ქვეშაა, რა თქმა უნდა, სამოციქულო კურთხევა ჟამიერებას არ ექვემდებარება, თვით ეკლესიაც, რომელიც იკურთხება დღეს მე-20 საუკუნეში, იმავე სამოციქულო ხელდასხმისაა, თუ ამ ხელდასხმას მიდევნებული ტრადიციის ქვეშ იკურთხება ისიც. ამიტომ ერთია ეკლესიაზე თქმა, რომ ის სამოციქულო ეკლესია ისტორიული გაგებით როცა ვამბობ და ამ მხრივ მხოლოდ იმ ეკლესიებზე ითქმის, რომ ისინი სამოციქულიონი არიან იმ ერთა ეკლესიებზე, რომლებიც მოიქცნენ უშუალოდ მოციქულთაგან, მათ შორის საქართველოს ეკლესია, მაგრამ სულიერი გაგებით ყველა მართლმადიდებლურად კურთხეული ეკლესია სამოციქულოა, იმიტომ რომ სამოციქულო კურთხევის ქვეშაა. ორი გაგება აქვს სამოციქულოობას, ერთი ისტორიული გაგება, რომ მოციქულთაგან მოქცეულობას ნიშნავს უშუალოდ მოციქულმა რომ მოაქცია და აკურთხა ამა თუ იმ ქვეყნის, ამა თუ იმ ერის ეკლესია და მეორე სულიერი ღრმა და არსებითი, რომ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დროში თუნდაც მე-20 საუკუნეში ნაკურთხი ისევე სამოციქულოა და აქ არ არსებობს მეტობა და ნაკლებობა, იმგვარადვე სამოციქულოა, როგორც პირველი საუკუნის ეკლესია. აი ეს სწავლებაა გამოკვეთილი კლიმენტე რომელის აღნიშნულ ეპისტოლეში და როგორც აღნიშნეთ, ამ სწავლებით უძველეს დროშივე დაედო მკვეთრი მიჯნა იმის განყოფას, თუ რომელია ჭეშმარიტი საეკლესიო ტრადიცია მართლმადიდებლური და რომელია ცრუ არამართლმადიდებლური მისგან განყოფილი და განშორებული. სხვა სწავლებანი ამ ძეგლთან დაკავშირებული ჩვენს შემდგომ საუბარში იქნება განხილული. გმადლობთ ყურადღებისათვის.